აი ეგერ 1 ივნის უკვე აამოქმედეს პოლიციური მთელი დეპარტამენტი გახსნეს კონკრეტული ადამიანები დასვეს და უნდა უყურონ სოციალურ ქსელებს, აღმოაჩინონ დამღოები და მათზე ზემოქმედება კანონის ძალით მოახდინონ. მოდი აი დინარაძის ბრიფინგის მოკლე ამონარიდი მოусმინოთ და გავარჩიოთ რასთან გვაქვს. როდესაც პატივისა და ღირსების შემლახველ სიძულვილის ენას ხედავთ საპირისპირო მხრიდან რომელიმე აქტორის მისამართით. სიძულვილის ენის შემცველი ისეთი საუბარი, ისეთი მძიმე შეურაცხყოფა, რომელიც აშკარად და სასამართლოს კონტროლსაც რომ გაივლის, აი ამ დონეზე მაღალი სტანდარტით ასახავს ადამიანის შეურაცხყოფას, მის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვას უზრუნველყოფს ჭყალებში თუ მის გარეშე, მხოლოდ ეს ჩაითვლება შეურაცხყოფა. ვის დასაცავად იმუშავებენ, ვის დაიცავს ეს დეპარტამენტი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაიცავს მთავრობას, იმიტომ რომ თვითონ არიან, ეგ ბუნებრივი ინსტინქტია და მეორე ნაწილი, ვიზეც ესენი იმუშავებენ და ვისაც დაიცავენ, მინდა გავუშვა ვიდეო ერთ-ერთი სოციალურ ქსელში გაავრცელა ამ ადამიანმა, ესეთი ვიდეო ჩამიგდეს, რომელმაც იჩივლა. და მოდი აი ამ ვიდეოს მოусმინოთ და დავაკომენტაროთ. მოკლედ მინდა მოგახსენოთ იმ დღევანდელ კანონთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ამოქმედდა. დღესვე სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩემ ცხოვრებაში. შემოვარდა ვიღაცა ადამიანი, ალბათ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს კანონი საერთოდ არ იცოდა, რომ დღეს იყო ამოქმედებული, თუმცა ამას ჩემთვის არანაირი ასევით მნიშვნელობა არ აქვს. კითხვა მქონდა დასმული ტანზე წელზევით ვარშიშველი, აი აქ სტატუ რა გავიკეთო თქო, მირჩიეთ თქო, ჩემს გამომწერებს უწერდი. ამ ადამიანმა მე საჯაროდ მაგინა, ჩემი სახელისა და ღირსების შელახვა მოახდინა, მე ავდექი, დავსკრინეს მისი კომენტარი და დავრეკე 112-ში. მოვახსენე სიტუაცია და მოვითხოვე ჩემი უფლებების დაცვა და მითხეს, რომ თქვენ დაგიკავშირდებათ პოლიციის ოფიცერი. გემრიელად, ლამაზად, კბილად დამიმშვიდობდნენ და მითხრეს, რომ ინერვიულებთ თქვენი უფლებები აუცილებლად იქნება დაცული. ეს იმდენად კომფორტულად მოხდა და მითხრეს, რომ ძალიან მესიამოვნებელია. შინაარსი იქნება ეს. ანუ ასეთი პოზიციის ხალხის, რომელთა მორალურ, რაღაც იდეოლოგიური ხედვები შეიძლება არ მოეწონოს ეროვნულად განწყობილ ნაწილს და აქამდე თუ ამაზე რაღაცა ხსნილი იყო სოციალურ ქსელებში და ეგ პოლიტიკური დღის წესრიგის გატანის შესაძლებლობა იყო. ყველგან ეგ არის პოლიტიკური დასავლეთშიც კონსერვატორებმა როგორ მოახერხეს მაგალითად, რომ შეევიწროებინათ მეტნაკლებად ლიბერალური ფლანგი. ან ჩვენ მათ შორის აი გარყვნილების პროპაგანდას რო ეწეოდა აქტიურად ლიბერალური ფლანგი, რა გზას მიმართავდით, უმრავლესობა არის კონსერვატიულად განწყობილი და აი რაღაც აღვირახსნილობის დემონსტრაციას რო ხედავდით ინტერნეტში, ამას ხისტად პასუხობდა ხალხი. ეგ არის საშუალება, რომ იდეოლოგიური პოზიცია შეავიწრო. აბა სხვა როგორ უნდა მიაღწიო მაგას? რა გზა არსებობს? დაიჭერ ვიღაცას, რაღაც საუკრძალავ. ან როგორ უნდა დაარწმუნონ ნაწილი საზოგადოების, რომელიც მერყეობს გაურკვევლობაშია, რომ ის პოზიცია არაპოპულარულია. შეფასებებით, ხო? შეფასებები და ნეგატიური შეფასება, რასაც როგორც დინარაძემ თქვა, სიძულვილის ენას რაც ეძახიან, ნეგატიური შეფასება არის სოციალური, იდეოლოგიური, პოლიტიკური ზემოქმედების საშუალება და ამ ადამიანმა რაღაცა რომ გამოხატა ეს მაგალითი მომყავს, იმიტომ რომ ამან იჩივლა და იქ რეაგირებას ახდენენ, რომ რა იქნება და ვიზე მოახდენენ რეაგირებას და ვინ დარეგულირდება, კარგად უნდა გავიგოთ, კაცო, აქ ვინც ამას აპრავებს ყველაზე პროპიდარასტულ კანონს, აქ არ წარმოიდგინოთ, აქ რომ რა ვიღაცა რაღაც ეროვნულს აპრავებს, კაცო, აქ აპრავებენ ბრიტანეთის კანონის გადმოტანას და ეგ არის ყველაზე პროპიდარასტულ კანონს აპრავებენ. აქ აპრავებენ კანონს, სადაც ასეთები მიმართავენ პოლიციას, ამაზე უარესები და პოლიცია რეაგირებას მოახდენს. ანუ ვინც ამ კანონს აპრავებს, მან კაფიოდი თქვა, კაცო, აქ სიძულვილის ენის
პოლიციური ძალებით დარეგულირებას აправებენ. აქ რამე მხოლოდ იმას კი არ აправებენ ვიღაცას იმაზე შეაგინა რაღაცა ეროვნული იდეების დაცვას ცდილობდა ვიღაცა და შეაგინეს. არა, კაცო, აქ ყველანაირ პოზიციაზე და განსაკუთრებით რასაც სიძულვილის ენა ეწოდება, ეგრეთ წოდებული მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მათ მიმართ ხისტი გამოხატულება რომ მოხდება, მაგაზე რეაგირებას ითვალისწინებს ეს. და რეაგირება მაგაზე მოხდება, კაცო, დაცვის მიზნით. ვინმე რაღაცა ეროვნულ პოზიციაზე და პატრიოტიზმის დაცვის იდეით რაღაცა გულანთებულ ადამიანს შეაგინა, ეგ ყველას ფეხებზე ეკიდება, კაცო. ამიტომ აქ როცა ხალხი რომელიც ახლა გამოდის და ამ კანონს სიძულვილის ენაზე პოლიციის დეპარტამენტის შექმნის კანონს აправებს, ეგ ყველაზე უკიდურესად მორალდაკარგული ლიბერასტობის ანიბანი რაც კია მაგ ტიპის კანონს აправებენ ახლა და დაკარგეს ყველანაირი ნამუსი ვინც მაგ პოზიციაზე ახლა გადასული, იმიტომ რომ ეს კანონი იგივეა ახლა შინაარსობრივად აი 2021 წელს 5 ივლისს ჩვენ რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით და რასაც ხალხი ამ გარყვნილების გამო, გარყვნილების დემონსტრაციის გამო ინტერნეტში რომ უკმაყოფილებას თუნდაც ხისტი ფორმებით ოღონდ სამართლიანად გამოხატავდა, მაგაზე ადამიანების დაჭერა რო ყოფილიყო შესაძლებელი. და ეხლა ამ კანონს ვინც აправებენ, ეგ შესაძლებელი იქნება ამ კანონით. ეხლა ამ პოლიციურ დეპარტამენტს ვინც აправებს, პირდაპირ დეპარტამენტი იარსებებს, ვინცაც მაგაზე შეიძლება სახლებში დაადგეს ადამიანებს, როგორც ამას ბრიტანეთში, გერმანიაში და სხვა დასავლურ ქვეყნებში აკეთებენ და სახლებიდან წაიყვანოს ეგ რა შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს მისი განსხვავებული პოზიციის გამო და მან აი კიდე განსაკუთრებული ჩათლახობა და უნამუსობა გეტყვით რაშია. ზოგიერთი ამბობს, რომ აი ახლა მთავრობა გადავიდა რაღაცა ეროვნულ პოზიციაზე და აქედან გამომდინარე მერე რა მოხდა. ბიჭო, სოფლიოში ცხოვრობ ქვეყანაში და რაღაც ერთი ბეწო ქვეყანა. სოფლიო, სადაც არ ვიცი, ხა ტრამპი მოვიდა იმაში ამერიკაში და შეიძლება აგერ ამ წელს საერთოდ არჩევნები წააგოს. რამდენი წელი იქნება ლიბერალიზმის ზემოქმედება, გავლენა, როგორი პროცესი იქნება ამ ომში, იმ ომში, როდის დაბრუნდება ლიბერასტების გავლენა ამ ქვეყანაში ისე რომ ისევ ძალიან ხისტად ბრძოლა მოუწევს ეროვნულ საზოგადოებას, ეგ არავინ არ იცის. შეიძლება ხვალვე დაბრუნდეს, შეიძლება 1 წელიწადში დაბრუნდეს, შეიძლება 10 წელიწადში დაბრუნდეს. ეგ არ ვიცით. ბრძოლის რეჟიმშია სოფლიო, ცვლილებების რეჟიმშია სოფლიო და კაცმა არ იცის, აქ შეიძლება 2 წელიწადში ისევ შემოტრიალდეს. დღის წესრიგი ისე რომ ისე ვიღაც ბაია პატარაიები და გვარამიები ჰაერში დაფრინავდნენ მოთხოვნების წამოყენების პრეტენზიით. თუ საერთოდ არ მოვიდნენ პირდაპირ ხელისუფლებაში, არც ეგ არის გამორიცხული, ესენი პირდაპირ შეიძლება არც მაგას გამორიცხო გარიგდნენ. ანუ რა ზეწულა იყოს დაუშვათ ვისაც ამათი იდეურობის ძალიან სწამს რაღაცა ზეწოლის საფუძველზე მოხდეს ისეთი, რომ ესენი ისევ ანტიეროვნულ რელსებზე გადავიდნენ, არ უქნიათ, არ უკადრიათ, თვითონ არ უწარმოებიათ გარყვნილების პროპაგანდა თუ რა. და ბიჭო, მასეთ დღის წესრიგს რანაირად უჭერთ ხარს, რომ ჩვეულებრივი ხალხი მერე მაგ მარწუხებში დატოვონ. საპოლიციო რეჟიმი დაუშვით პროპიდარასტული კანონების დაცვის გატარებისთვის. და უკვე დაადგინეთ, გააправეთ, გაატანინეთ, ხალხი დააშინებინეთ და მერე მოტრიალდა შეიძლება მდგომარეობა ისე რომ თავიდან გახდეს რაღაცეებზე საბრძოლო და თავიდან გახდეს ინტერნეტში დასაწერი, მოსაწოდებელი, შესატევი, შესავიწროებელი და აღარ შეიძლება უკვე, იმიტომ რომ ვიღაცები ისე შეეტენენ ამათ, რომ ეხლა აправეს ყველაზე ანტიეროვნული კანონი და ვინც ეხლა ამ კანონს აправებთ ხალხო, ვინც ამ პოლიციურ რეჟიმს აправებთ, არის ანტიდისკრიმინაციულ კანონზე
ბევრად უფრო პროლიბერასტულ და პროპიდარასტულ კანონებს აправებთ ახლა თქვენ. ანტიდისკრიმინაციული კანონის უკვე ენაზე გავლენის და ზემოქმედების და კონტროლის დაწესების დღის წესრიგს აправებთ, იმიტომ რომ რა შინაარსიც ანტიდისკრიმინაციულ კანონს აქვს, ეგ შინაარსი რო ჩვენ რა ვილაპარაკოთ მაგის რეგულირებაზეც გადმოვიდეს, მაგას გვიმკვიდრებენ პოლიციურ რეჟიმს გვიმყარებენ. პირდაპირ ფაქტები იდება, ვიდეო პირველ დღეს იდება ვიდეო, რომ ვიღაცა რაღაც გაურკვეველი გენდერის ხალხი მოთხოვნებს აყენებენ პოლიციაში, რომ მე ინტერნეტში გამაკრიტიკეს იმის გამო, რანაირად ვიქცევიო და პოლიცია რეაგირებას ახდენს. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ესენი ამერიკასთან რო დაალაგდებიან, არა და დაალაგდებიან ძალიან მალე და ნაცებს რო გააცოცხლებენ პარლამენტში, დღის წესრიგს რო აღუდგენენ, ისე ბლატაობას რო დაიწყებენ ნაცები, მან პოლიცია რო იარსებებს პირდაპირ გენდერის და სიტყვის კონტროლის და ანტიდისკრიმინაციული კანონის სიტყვაზე გავრცელების, მან მე ვეღარავის ვეღარ ვეტყვით ხალხო, თქვენ ვინც გულწრფელი ადამიანები აი გვიყურებთ, ხო, თქვენ ხო არ გონიათ მე შევტრიალდებით და იმის გამპრავებლები რაღაც პასუხისმგებლობას აიღებენ. არაფერი მიიმალებიან და დაჯდებიან გაფარჩაკებულები, მაგრამ ჩვენი დასაცავი იქნება და ჩვენი მდგომარეობა იქნება ისეთი, რომ უკვე საპოლიციო რეჟიმში გვექნება თავის ტკივილი იმაზე, რომ სიტყვას რო ვეღარ წერ. სიტყვის თქმა რო აღარ შეგიძლია უკვე ისე რო არ დაგაჯარიმონ, ამ პოლიცია არ დაგადგეს თავში. სახში მაგ მდგომარეობაში როგორ შეუტიო გარყვნილების წინააღმდეგ ბრძოლა როგორ აწარმოდა. ეს რასაც ეხლა ჩვენ რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპი აი იდეოლოგიური ბრძოლისა, სადაც საკუთარი კომფორტის და მათ შორის ამერიკასთან დაალაგების ფარგლებში ესენი იღებენ კანონებს, რომელიც შემდეგ ძალიან მძიმე მარწუხებად დააწვება საზოგადოებას.